კარგი გამარჯობა YouTube მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ისევე ეთნოგრაფიული მუზეუმიდან. აი დილა არის, ახლა შაბათი დღე არის და ცოტა მოღრუბლულია და როგორი სიჩუმეა იცი, აი სოფელში რო იღვიძებ, ხო იცი ქალაქიდან ჩასული რაღაცა ეს სულ სხვა მუღამი აქვს რა. ამას მიხვდება ის, ვისაც შემნაირი ასე ვთქვათ ცხოვრების გრაფიკი აქვს, რომ სამსახურის სახლის აცობი და ეს სიგიჟია. ხო და აი ეს არის, რა ვიცი, აი რელაქსი როგორ იცი, თან აი ამ ძველოდებს რო უყურებ, სულ სხვა მუღამი აქვს რა. ხო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და ახალ ვიდეოები შემოგთავაზე ძალიან მაგრებს და მაგარი სურპრიზი მაქვს კიდე მეთევზეებისთვის, იმიტომ რომ ეგეთი ვიდეო არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო. ჯერ ასე ვთქვათ, გადავხვდეთ და მერე დავიძახოთ. ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა სამჭედლოს ამბავს. ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა და უნდა ამ ასე ვთქვათ საქმის მამაპაპისეული საქმის გაგრძელება და რაღაც გენში გვაქვს რა ეს რა. ხო და ასე რომ დღეს მეორე ლექცია იქნება, ზაქრო უკვე მზად არის. ღუმელი, ზაქროს ღუმელი დავარქვი მაგას. მარტენი ცხოვრება ჩვენ ზაქროს ღუმელი დავარქვით. გახურებულია უკვე და რა ვიცი შეუდგებით მეორე ლექციას. პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად. მე ძალიან სიამოვნებს და ძალიან მიხარია, როცა თქვენ ჩემო მეგობრებო გიხარიათ ესეთი ვიდეოები და მოგწონთ. მე ყველაფერს ვეცდები, რომ არ მოგაკლოთ ესეთი ვიდეოები. დროის პრობლემა მაქვს, მე როგორც იცით, თორე დანარჩენი ტვინში არის რა, სად როგორ უნდა გადავიღო. მოკლედ, შევედით ახლა ზაქროსთან ერთად რიგით მეორე ლექცია. გამოიწერეთ ჩემი არხი და ბევრ ახალ და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. წავედით. გაუმარჯოს ვასიკო. როგორ ხარ? ავია, ესე ჩამოგართმევ ხელს. ცოტა ველურ ფოლადთან მუშაობ ეხლა და სიმხურვალეს მაღალი მაქვს დაჭერილი, იმიტომ რომ ასე სჭირდება. მოკლედ, როგორი თემა არის? ეხლა ნახე. რატო ავარჩიე მოკლედ ეს მჭედლობა? ისე ზოგადად ნაიფმეიკერობიდან დავიწყე. განსხვავება რა არის ეხლა ამას შორის? ანუ ნაიფმეიკერი უკვე გამზადებულ ფოლადთან მუშაობს, ჭედელს ფოლადი თვითონ გამოყავს, თვითონ აკეთებს. ნაიფმეიკერობით დავიწყე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი იმ მომენტში ინსტრუმენტების დანადგარების მიხედვით მეგონა რომ ანუ ეგ იქნებოდა. ეხლა არ მქონდა საშუალება იქ ღუმელი გამეკეთებინა, ანუ სიტუაცია არ მაძლევდა ჩემი ფარტის რა. დავიწყე ნაიფმეიკერობით, მაგრამ მე ესეთ რაღაცას მივხვდი, რომ მე ნაიფმეიკერობის შემთხვევაში ვყიდულობ სხვის მიერ დამუშავებულ ფოლადს. როცა ვზდები ჩარჩოში. ანუ მას თავისი ზომა აქვს და რაღაცა ისეთ რომ ხატრულად, ხელოვნურად წინ წახვიდე და შენი საკუთარი ფორმა გამოიყვანო, მაგალითად, აი ეს ბლანკი არ გაძლევს მაგის საშუალებას. ეგ ერთი მიზეზი იყო. მეორე მიზეზი კიდე ის იყო, რომ წინაზეც ვთქვი ადრე, სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა პირველმა გაკვეთილმა ის, რა ქვია, ამ იმაზე, ანუ იმდენი ზარები და ის მესიჯები შემოდის, რომ ზოგს უშუალოდ მჭედლობა აინტერესებს, ზოგს ისტორიულად აინტერესებს, ну, მოკლედ, უპასუხოდ არავის არ ვტოვებ. შეიძლება იმ მომენტში ვერ უპასუხო, მაგრამ აუცილებლად გადავრეკავ, იმიტომ რომ გადავრეკავ არ მივწერ, იმიტომ რომ სულ ჩართული მაქვს ტელეფონი 24 საათი. ну, მოკლედ, რამ მიმიყვანა იქამდე რომ ეს თემა დამეწყო. აი ეს ჩარჩოებში ყოფნა ბავშვობიდანვე არ მიყვარდა და ამ საქმესაც რომ მოვკიდე ხელი აღმოჩნდი ჩარჩოებში, ანუ ნაიფმეიკერობის შემთხვევაში აღმოჩნდი ჩარჩოში. ან უნდა შემეკვეთა სხვა მჭედლისთვის ის ზომა, რაც მე მჭირდებოდა, თქვათ, რაც მონახაზი მქონდა, რისი გაკეთებას მინდოდა. მე ვიფიქრის მე ალბათ გადავწყვიტე და მე თქვი რაღაც სხვას უკვეთო, აწი მე თვითონ ვისწავლი ამ ყველაფერს და ხო, კიდე რა არის, ალბათ ბავშვებიც გვიყურებენ, ხო? ბავშვებიც გვიყურებენ, ესეთი რჩევა მინდა მივცე, ბავშვებო, კარგად ისწავლეთ სკოლაში. მე ქიმია, ფიზიკა არ მიყვარდა, მაგრამ ცხოვრებამ ისე მომიყვანა, რომ აქ დამჭირდა დღეს ფიზიკას და ქიმიას. ამის გარეშე ამ მჭედლობა თითქოს მარტივი თემა არის, ხო? გააცხელე რკინა, ადექი და არტყი, ჩაქუში გაასწორე, მაგრამ არა, მასე არ არის. ეს მჭედლობასთან დაკავშირებით, რომ სხვა სფეროშიც მასე იქნება დარწმუნებული ვარ, რომელიც აი ესე ხელნაკეთ ნივთებს ეხება. არა აქვს მნიშვნელობა რა სფერო იქნება ეს. მოკლედ, აი ქიმიის სწავლა თავიდან მომიწია მე, იმიტომ რომ ყველაფერს აბსოლუტურად დედამიწის ბუნება არის ქიმიური შემადგენლობა აქვს. თუ ქიმიური შემადგენლობა არის,
კონკრეტულად ფოლადის შემთხვევაში მას სწორედ ვერ დაამუშავებ. ვერ მიიღებ. ამიტომ ბავშვებო, სკოლაში კარგად ისწავლეთ. ჩემი შვილების უყურებენ ამას და კეთანას ვეთქვი. ეხლა ორი სიტყვით მინდა ეს ფოლადი თქვა, ეს არის ამერიკული CPM-ი ქარხანა არის CPM-ი, აბრევიატურაა CPM-ი. მაგ ქარხნის წარმოებული ფოლადია. ეს არის ფხვნილოვანი D2. ცოტა ველურად იმიტომ ითვლება, რომ ანუ კი, კლასში მაღალი არ არის, ამაზე უკეთესები იქნება, საჭედად ცოტა არასტანდარტული არის, მოკლედ, ზნელად იჭედება. მოკლედ ეს უკვე ჩამოსხმა იყო, რკინა იყო, ეს უკვე გარკვეული ფორმა მივეცი და დღეს ან შემდგომ გაკვეთილებში დავიწყებ უკვე უშუალოდ ნაკეთობის ფორმირებას ამით. შედეგებს, რა თქმა უნდა, მე აგერ ვასიკოსთან ერთად გადავიღებთ, გაჩვენებთ ყველანაირად, ანუ რა გამოვა, როგორი ფუნქცია ექნება, როგორ იმუშავებს სხვადასხვა სიმყარის საგნებზე. ეხლა გამოვიღებთ, თორე ძალიან გადამიცხელდება. ეხლა აქ დაახლოებით არის 1000 გრადუსამდე, 980 1000 გრადუსამდე. ეხლა ესო ყოფილიყო სხვა თქვა ნახშირბადოვანი ფოლადი, არაფხვნილოვანი. ამისი ჭედვის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს ამისთვის უკვე ეს ტემპერატურა დაახლოებით 850 გრადუსია ცოტა. თვითონ ჭედლობა რო ავიღოთ და ცოტა უკანა ეპოქაში დავიწიოთ. ყველაფერი აბსოლუტურად როგორ იყო, იცი, დაკვირვების ხარჯზე იყო. ანუ ის ხალიბების დამზადებული ხმალი იქნებოდა, ხანჯალი იქნებოდა, თუ ნებისმიერი საბრძოლო იარაღი იქნებოდა, მათ ამ შედეგებს დაკვირვების ხარჯზე მიაღწიეს. დღეს ჩვენ აი ეს პერიოდი, რასაც თქვათ ის ჩვენი წინაპრები დაკვირვების, ცდების, ექსპერიმენტების ხარჯზე იღებდნენ და საბოლოო შედეგზე გადიოდნენ, ჩვენ აი ეს პერიოდი, რასაც ისინი ამაში კარგავდნენ, რეალურად მოვასწრეთ. ანუ მოვასწრეთ როგორ გაქრა, აღარ აქვს ჭიდება ჩვენ ეს დაკვირვებები, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს უკვე ნებისმიერი ფოლადის წარმოებას, როცა აწარმოებს ამას ქარხანა, მას აქვს თავისი დამუშავების ინსტრუქცია, ასე ვთქვათ. რა ტემპერატურაზე უნდა იჭედოს, რა ტემპერატურაზე უნდა მოხდეს მისი თერმული დამუშავება, თერმული დამუშავება კიდე ფართოცნებაა, მაგაზე კიდე ვისაუბრებთ ცალკე. ყველაფერი. ამიტომ ის დაკვირვება სიტყვაზე ვთქვათ, რომ ანუ მოდი ახლა ამ გრადუსზე ვაწრთო რა გამომივა, ამ გრადუსზე ზედმეტი მომივიდა, ნაკლები მომივიდა, აღარ გვჭირდება. ამიტომ რომ არსებობს უკვე მუფელი ზღუმელი, რითაც კონკრეტულ ტემპერატურას მიუთითებ და იმ ტემპერატურაზე გაცხელებულს ამოიღებ და აწრთობ. მაგრამ ნახეთ ახლა კიდე ერთი მაგრამ ჩნდება. თუ მჭედლობას ადამიანი მიყვება და გააგრძელებს, ანუ უნდა ამ საქმის ათვისება და სწავლა, ბევრი დრო უნდა დაუთმოს მოკლედ აი ამ საქმეს. შეძლებს დაგვარად როგორც იქნება. აი ეს როგორი მომენტია, იცით? ეხლა აი ჩემთანაც მოსწავლეები რო არიან, ხო რომ მოდიან ხოლმე. პირველ რიგში მაგას ვეუბნები, რომ მოიწყეთ სახში თუ გაქვთ საშუალება მცირედი თუ არა და მოდი ჩემთან გააგრძელეთ, იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ბავშვი ემზადება რეპეტიტორთან და ის შემოიფარგლება მხოლოდ რეპეტიტორთან გატარებული დროით, ის საგანს ვერ ისწავლის. მან თუ სახშიც არ გააგრძელა მესადინეობა, ის იმ საგანს ვერ ისწავლის. ის იმ მომენტში კი ბატონო გაიგო, მაგრამ ადგილამდე მისვლისას შეიძლება ბევრი რაღაცა დაავიწყდეს. სახში რომ მიხვალ და იმ დღეს თუ არა მეორე დღეს ანალოგიურად გააკეთებ, ხო? ანუ უკვე შენ თვითონაც პრაქტიკა გემატება ამ იმაში. ამიტომ სასურველი არის, რომ თქვა, ვინც ამ საქმეს დაწყება უნდა ამ საქმეს კონდეს რაღაცა მცირედი მაინც მოწყობილი. რომ ჩემთან იქნება, შემგან აიღებს შევასრულოს სხვა, ბევრი მჭედლები არიან, კიდევ საქართველოში, გასო, ისეთი ცნობილი პიროვნებები არიან, რომლისგან რჩევას აიღებენ, რომ ის რჩევა მე პრაქტიკაში განახორციელონ. სხვანაირად თეორია დარჩება თეორიად.
ეხლა რომ საუბრობდი იმაზე ვასო სამ პატარა რაღაცის მოწყობაზე რა ანუ ძირითადი აქცენტი ნახე როცა იწყებ ამ საქმეს პირველ ეტაპზე მაქვს საუბარი და როცა შეხება არ ქონია საერთოდ აქ არის შეგუება იმ ფიზიკურ დატვირთვასთან რა დატვირთვასაც თქვა განიცდის მჭედელი ხო ანუ ძირითადი დატვირთვა რა არის ხელში გიჭირავს სხვადასხვა ზომის ჩაკუჩი და ჭედავ ეხლა ამ ცოტა ინვენტარზე მინდა პატარა ეს მიმოხილვა გავაკეთო ნუ ნახე როგორი რაღაცა არის სამწუხაროდ რომ გავაკეთებ პირველ რიგში გჭირდება გრდემლი ხო ნუ გრდემლი დღესდღეობით ნუ არ ვიცი რა ხდება მაგრამ 300 ლარიანი 300 ლარად შეგეძლო გეყიდა ანუ 500-დან ზევით იწყება ფასები ემასაც კარგი დაკვირვება გინდა როგორ გრდემს იყიდი ანუ თუ რუსულები ყველაზე კარგია რა ნახე რუსული კაია მაგრამ ზედაპირი არ უნდა იყოს დაზიანებული ეხლა ეს მომგვალებულები არ უნდა იყოს ამით სწორი უნდა იყოს ეს ერთი ეს ეხლა ეს გასასუფთავებელი გრდემლი არის რა უბრალოდ რახამ ექსპონატი არის მე ამას ეხლა როგორც არის ესე იყოს გაუშვი ანუ თორე ამას გადასწორება შეიძლება ეხლა რისთვის არის საჭირო სწორი ზედაპირი როდესაც იჭედება ფოლადი აი ამ ნაწილობებმა იმ ფოლადზე არ უნდა მოქცეს კვალი არ უნდა დაგიტოვოს ეგ ერთი მერე მეორეს რაღაცა დეტალის გამოყვანა გინდა ხო სწორი კუთხე გჭირდება რომ გამოიყვანო ელემენტარულად თქვა ხანჯლის ან ხმლის კუდი გინდა გამოიყვანო ხო სწორი კუთხე გჭირდება რომ გამოიყვანო რო გამოჭედავ თქვა შენ რაღაცა მასალას ხო ანუ ფოლადს რო გამოჭედავ და გინდა სწორი ზედაპირი კონდეს ანუ ამას უკვე ისეთი ის აქვს ჩარღმავება რომ სწორ ზედაპირას ვერ იღებ ანუ მაგრამ ეხლა ნახე რა არის რახამ კარგი გრდემლი ძვირია და ამ დროს სტარტი გვაქვს ვიწყებთ შეგვიძლია მე მაგალითად რელსი მქონდა ნაბიჯი სანამ გრდემს ვიყიდიდი რელსი მქონდა რელსი დავამაგრე ჩვენი კი დეფორმირებას განიცდის მაგრამ ჩვენ არა კატასტროფა ერთი გრდემლის ფასად მოგივა რა ვიცი მე ალბათ აქედან ბათუმამდე იმდენი რელსი მოგივა ხო და შესაბამისად ანუ შეგიძლია მაგი გამოიყენო ეხლა რაც შეეხება თქვა ჩაკუჩებს აი ახაც რო დავაკვირდეთ რამდენნაირი სახის ჩაკუჩია ხო ნახე როგორი რაღაც არის გვაქვს ესეთი თანამედროვეც ტოლსენის ის არის ჩაკუჩი არის სხვათა შორის მე სახში მაქვს ესეთი ჩაკუჩი და ხმარობ რა მაგრამ სხვაობა რა არის ამასა და აი შენ რას გიჭირებს ეგ არის ძველი კომუნისტური რუსული არა კომუნისტური მოდი იმიტომ რომელ რესპუბლიკაშია მაშინდელ რესპუბლიკაში დღეს სახელმწიფოში ნაწარმოები არ ვიცი იმიტომ ნიშანიც არ ადევს მაგას განსხვავება რა დეფორმაციას არ განიცდის ეს ასე თუ ისე უძლებს მაგრამ თითქმის იგივე არის 2 კილომდე თამაშობს ორივე ერთადერთი ამას თუ შეიძლება ეს უნდა გამოუცვალოთ იმდენად არა კომფორტული არის ჭედვის დროს რომ მაჯას ხო ტარს თუ გამოუსვით ეს იმუშავებს ამის დიამეტრსაც მნიშვნელობა აქვს აქ რომ აი ხელში თუ ინდივიდუალურია უნდა მოიგო მე ჩემები რას ავიღე დავხსენი სულ ყველას და ეხლა ამას გამოსასვლელია კაი ხანია გამოსასვლელია უკვე ამას გატეხილია ხო ტარი არის მაგრამ ეს ვინც დატოვა წინამჭედელმა 12 წელს უკან იყო მისი გაკეთებულია და ანუ როგორც ამ მუზეუმის პირობებში ესე ვტოვებ რა ის საქმე არც ούτε მე სულ ყველა ტარი მაქვს ჩემ ხელზე მორგებული ანუ ყველა სხვადასხვა ზომის ხელი იქ შეიძლება სანტიმეტრი შეიძლება მილიმეტრის სხვაობა იყოს მაგრამ აი ეს მოჭიდება რომ ყარად გეჭიროს შენზე უნდა იყოს მორგებული ეს ერთი თემა ანუ ჩაკუჩი თვითონ ჩაკუჩები იწყება მე რას მეწყება ანუ მე რაც ამაქვს იწყება 9 კილოდან 1 კილო, კილო ნახევარი, 2 კილო და ნუ გააჩინე რას ვიდა 5 ნახევრიანიც ამაქვს, რომელსაც ტარი დაუმოკლე და ცალი ხელით ჭედავ ხოლმე მაგას, მაგრამ არ გირჩევთ თავიდან ძიმეთი ჭედოს, იმიტომ რომ ფხესების დაზიანება იცის. მეორე, რა რჩევას შემიძლია, არის მარწუხი. ანუ ეს გაცხელებული რკინა, რაღაცით ხონა დავიჭიროთ. ძველებული მარწუხის პოვნა, ასე რომ ვთქვათ, რომ ვარგისი იყოს, ხო? ანუ არ არის მე ვერ ვნახე ყოველ შემთხვევაში რომ ისეთი მარწუხი მეგეს უკვე ეგ ძველი ჩააბარეს შენცი აი გაზდი დიდი ბაბუები რო იყვნენ მაგალითად ჭედლები და რაღაცა კი შვილე ოჯახის წევრებმა ხელნაკეთი უნიკალურები ჯარში ჩააბარეს რომელიც მე გადადა არა და აი ჯართის ფასად ჩაბარებული რომელსაც შეიძლება ცალეს დღეს იმხელა ფასი კონდეს ესეთი ალტერნატივა შეგვიძლია მოძებნოთ მე მაგალითად თავიდან რომ დავიწყე
გავედი აი ეს ბარახალკას რო ეძახიან ძველი ისინი რო არის მთლიანად აი გაჩვენებთ როგორი სტილის არის ახლა სადღაც აი ზუსტად ესეთი ძველი ეს აი რაღაცა აწედეგი აზავოდ რაღაცა ძველი კომუნისტური ის ვიყიდე აი თლათ ფოლადის რკინისისა პლასკაგუბცი რო ქონიყო რამდენიმე დაჭერ ტარი დაუგზელე და როგორც მარწუხს მასე ვიყენები მე მარწუხი ჩემთვის არ გამიკეთებია ცოტა გამხელელი ჯობია იმიტომ რომ ამ მარწუხი რო გავაკეთო მარწუხი უნდა მქონდეს ხო და მარწუხი რო არ მქონდა ვერ გავაკეთე მარწუხი და გამოვიწერე Amazon-იდან თუ არა ვცდები ერთი ცალი დაჯდა $75 მაგრამ ეხლა არ მინდა რეკლამაში გავუკეთო ერთ-ერთი ცნობილი საიტი სადაც მთელი საქართველო იწერს აპლიკაციიდან სახელს არ ვიტყვი თუ არა ვცდები $151 არის 6 ცალი სხვადასხვა ზომის ამ იქიდან შეგიძლია გამოიწერო ხო თემო ხო მაღაზია ვამ ხო რა ვიცი რეკლამაში არ გამომიწერი არ ვიცი არ მისინჯია მაგრამ ეხლა 6-ის იქიდან გამოწერა აი ვიზუალი ყველაფერს კარგი აქვს მაგრამ რო ჩამოდის რა არის მაგრამ არ არის ის რა ხო ეგეც არის ხო ეხლა ნახე მან მარწუხზე რო საუბრობდი სადღაც აქ დავდეთ ეგ მარწუხი ეს ხო არ არის აი ეგ მარწუხი ხო მოდი მაგ მარწუხით გამოიღე ეხლა აი გაკუწკუწებული კი არის ცოტას ჩამოვეფარე ეხლა ცოტა ეს არის დამწვარი ზედაპირები დავკრა საკარი მიდი გადაატრიალე ეხლა მაქედა ანუ უნაცვლე ორივე მხარეს ნახე ეხლა რა ხდება თავი არ მინდა რომ აწიოს ხდები როგორც მითხარი ხო რომ ანა არ გაიკეთოს ეგრეთ წოდებული ნახე ეხლა კი ცოტა ხანს არ აიღო ჩადო რა ორ სიტყვას გეტყვი ნახე აქ რა ხდება გრდემლი არის ცივი ცოტა წიეზევით რომ გრდემლი არ დავაცხელოთ ის რა ქვია გრდემლი არის ცივი შენ ზევიდან მხრიდან რო უკეთებ იმას რა ქვია ქვედა მხარე უფრო სწრაფად გიცივდება ვიდრე ზედა მხარე ეგ ერთი მერე მეორეს ზევიდან ჩაქუჩს რო ვარტყავ იღებს ჩაქუჩის ფორმას ხო ანუ იმის მაგრამ ქვედა მხარე არის სწორი კი ვატრიალებთ რატო ჯერ ერთი რო ვატრიალებთ ჩვენ ამ ფოლას შიდა სტრუქტურას იცვლება მე იმას არ ვუძახი რომ იქ თქვა კარბიდები მაგაზე მე ვიტყვი სხვა ცხელი თუ არის მე ერთი მეთოდი არის მოშვება არხანგელსკის მეთოდია სხვა და მოშვება ფურთხით ანუ ისეთია ხო არაიგიენურია მაგრამ ანუ ძველები ეგრე აკეთებდნენ რა რომ ფურთხით ამოწმებდნენ სიცხლის იმას რა ქვია დონეს მე იმას არ ვიტყვი რომ შენ ჭედით იქ კარბიდებს დაამტვრევ და ანუ სრული მარცვალ გადააქცა ნუ არა მაგრამ ეგ ყველაფერი ხდება თერმოციკლი და მაგაზე გვექნება ესეთი კარგი დეტალური ვიდეოები ჩაწერილი ორ ეტაპად გავყოფთ მაგას ერთი იქნება თვალით როგორ გავაკეთოთ ეს იმიტომ რომ არ არის იმის საშუალება ხო მესმის რომ სხვა ღუმელია ზვირიანია მაგრამ თუნდაც ის ბიუჯეტური რო აწყო ის ბიუჯეტურად ითვლება 1700 ლარი რა და ანუ 1700 ლარი დღეს მეგონი ბიუჯეტურად ცოტა ცდება ბიუჯეტურს მაგრამ თვალითაც რო დაუმუღამოთ ანუ აი თერმოციკლი ჩვენ უკვე მარცვალსაც დავშლით და გავათანაბრეთ მაგრამ ამით ჩვენ იმ სტრუქტურასაც ვშიგნ რა სტრუქტურაც იყო ქარხნიდან მიცემული აი ამ ფოლადზე უშუალოდ ჭედით ორივე მხარეს იმიტომ უნდა რომ მხოლოდ ერთ მხარეს არ მიიღოს დეფორმაცია და ეგ ერთი და მე მეორეს კიდე ჩვენ რომ მოცემული გვაქვს დაახლოებით 12-13 სანტიმეტრი ხო ანუ ჩვენ ამისგან უნდა მივიღოთ დაახლოებით 20-22 სანტიმეტრის გამზადებული საიარაღო მასალა უკვე ეხლა შეუშვათ ორი ძალიან გაგვიცივდა კი ბატონო მოდი დაუბრუნდები ისე ვასიკო იმას საქვია თან ილაპარაკე ამ ინსტრუმენტების იმას ეხლა რა არის ხო ანუ რჩევის კუთხე რა იყო ჩემთვის ეს არის ძველი საბჭოთა ის ხო ჩაქუჩი ну არ ვიცი რამდენი წლის არის ეს ჩემი აქ მოსვლამდე იყო და კიდე უფრო ადრეც იყო დეფორმაცია არაა გაცდი ამდენ 12 წლის უკან როგორც მახსოვს 12 წლის უკან მოიტანა აქ ვინც იყო ადრე მჭედელი იმან და დატოვა მე ეს თვითონ ახლა უცხოეთშია წასული დატოვა ეს ანუ ამას აქვს ორი ზედაპირი ერთი ცოტა მრგვალი მეორე ბრტყელი გააჩნია რისი გამოჭედვა გვინდა
მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში დეფორმაცია არ განუცდია. ერთი აუცილებლად საჭირო არის აი ამ ტიპის ჩაქუჩი. მეორე სასურველია ნახოთ პატარა ან მომგვალებული ან პატარა. ანუ ამ ყველაფერს ბარახოლკაზე თუ ძველი უნდა ვიყიდოთ. ძველი. მესამე, რასაც რეკომენდაციას მე გავუწევ, არის აი ამ ტიპის. ზაფხულში მე რაჭაში წავალ ხო. და ბაბუაჩემის ყველა ხელსაწყობს იმას გადავიღებ ხა დეტალურად რა არის და როგორ არის. და ხო, მაგრამ და ისინი ვიცი რო არის და თავის გაკეთებულები ჩაქუჩებიც ექნება, უეჭველი და მარწუხებიც ექნება. კი. ეხლა ნახეთ, აი ამ ტიპის ჩაქუჩი, ამ ტიპის ეს იმიტომ ვიზახი რომ ამასაც თუ ნახავ აი ხედავ უკვე ზუსტად ეგეთია, ისეთი ნამუშევარია. ეს აუცილებელი ის არის. ზუსტად ეგეთია. ნახე, ჭედვის დროს, როცა ფოლადის გაწელვა გვინდა, ამით წელავთ ამ ფოლადს. აი ამ ზედაპირით წელავთ. ამით ვასწორებთ უკვე დეტალებში. ამით წელავთ. აი ეს კოდალასავი ცხვირი რო ეს კონკრეტულად რამე ეს ნახე როგორ არის, ეს არ არის აი არაღო ჩაქუჩი. ეს არის უშუალოდ აი რიკულების და იმის გასაკეთებელი და მაგისთვის არის ეს. სამჭედლო არ არის. არა, სამჭედლო არ არის და მეორე ვარიანტი კიდე, თქვა თუ პატარა რაღაცის გამოჭედვა უნდა და იდეალურად მაგრდება ამაზე და ეს შეიძლება გამოიყენო. ოღონდ აქ არის მინიატურული პატარა, თქვა და ლუსმანი არის. ან აი აქ ჭაყი გოგ შემოკიდებული არა, ზუსტად სატეხი, ანუ ლუსმანი უნდა გადაეწყო და ამას ჩადრე და სატეხი პირიო და იმაზე გადაკეცავდა ხოლმე. ბოლომდე კი არ წვითავდა ხოლმე. გადაკეცავდა, გააცხელებდა მე. მაგის ვიდეო გადარეული. ლუსმანს უზაკეთებდა. აი აქაც უმეტესობა ლუსმანი რაც არის, აქ არის, ну, ზოგი აქ არის, ზოგი ჩამოყოლებული. ზოგადად სოფელში ხო იცი, აი ხარის დასაჭერლ ლუსებს აკეთებენ სოფელში და ცხენის რა, რომ ნალი და ეგეთ რაღაც. უკვე აქეთ თორე უკვე თოხი და რაღაცები ხო იყიდებოდა. შესამჭედლოში მოძებნე იქნება სადღაცა ლუსმანი მორჩენილი პატარა. კი, კაცო, არის ლუსმანი. თუ არა და ბაბუაჩემის გრეთები ლუსმნები არის, არის. კი. ის არის ბაბუაჩემის. კი, ბაბუაჩემის. ჩვენ პროცესში რა მაგარი რო, აი რაღაცნაირ როგორ აკეთებდა. ლუსმანს გაგაკეთებინდეთ მე შენ. და მე სამსახურში და ხოლმე მიაჭედე და შენი კუთუკი იმაზე ჩამოკიდება და შენი გამოჩედი. ანუ ეს ლუსმანს აი ლუსმანს კატანკა მავთულებს ვეძახდნენ. გახსოვს იმის მაგისგან გააკეთა. ვინო ლუსმანს არ აშიდება ფოლადი. კი. იმან ხეში უნდა შევიდეს და დაიჭიროს ორი ხის ნაჭერი მაგალითად. აი ეგ არის სხვა ხიბლია, რა სხვა ხიბლია. და სხვა სიყვარულიც იყო მე თუ მკითხავ, რატო იცი, ერთად იღვიძებდა ოჯახი, გადიოდა ძროხას გადენიდან აჭმევდნენ. ანუ ეხა როგორ არის, იცი? ვიღვიძებთ, აი დამეთაკვება ჩვენი ბაყურებით. ვიღვიძებთ ყველა რაღაცა, ზოგი ადრე გადის, ზოგი ვიან გადის, ხო მე ტელეფონით, მესიჯი, WhatsApp-ი რო, აბა რა ხდება? ანუ კომუნიკაცია არის ნაკლები. კი ბატონო, მე ეგრე იქ წარმოიდგინე მთელი დღე იღვიძებდნენ მთელი ოჯახი, მე ვენახში მიდიოდნენ, იქ ყანა იყო, რაც იყო და სულ, ანუ რავი როგორ გითხარ რა. კავშირია დღესაც ვავიღოთ, აი ეს ოჯახური კავშირი, უმეტად დაგვიფაროს ეს კავშირი დარღვეული იყოს, მაშინ უფრო მჭიდრო იყო. კი, მაშინ უფრო მჭიდრო. აი, უფრო მჭიდრო იყო ის, ვიდრე მართალი თქვი ვასიკო შენს. ანუ დილით მიავდექი წამოვედი. ბავშვები ძინარე დავტოვე, მე ჩემს სამსახურში წავედი. ისინი მეუბნებმა გაიღვიძეს, წავიდნენ სკოლაში. დიდი ხარ სახში ბავშვები უკვე ძინავთ ბავშვებს უკვე. ან ზინავთ, ან არ არის, ან თუ არიან, ეგ აკეთება. ნუ ასე რომ მეგობრებო, აუცილებელია რა, აი როგორ დავარქვა მაგას რა, სოციუმი სულ სხვა უნდა შევუქმნათ შვილებს რა. აი გერმანიაში მაგალითად ჩემი მეგობრის შვილები ტელეფონს ხელში არ აჭერიებენ. იმიტომ კი არა რომ საშუალება არ აქვს, არა, გარკვეული დრო აქვს და კომუნიკაცია აქვს. ჩემთან დაბადების დღეებზე ხა ბავშვები, ეხლა სულ სხვა თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ზოგადად პრობლემატურია რა, აქედან წარმოიშვა ეგ. დაბადების დღე იყო ჩემი მეგობრის შვილის და ყველა ისხდა ბავშვები, 10 ბავშვი და ყველა იყო ტელეფონში და ეს ამბობს ადრინდელო და არავინ არ უსმენს. და ინსპირაცია იყო მაგით და მე სკეჩი, სკეჩად გავაკეთეთ მე ეგ რა. ხო, ვიცი სკეჩი, ხო. ყველაზე დიდი დანაკარგი რაც ჩვენ გვაქვს ამ იმაში რომ აი ეს სოდნა, აი ეს მწოდნე ხალხი ვინც იყვნენ, დღეს აღარ არიან. და ის სოდნა ასე თქვა გაიყოლეს თან. მაგრამ ერთი ჩვენი გამომწერი წერდა იქ რა, ჩემი არქის ასე თქვა. პაპუნა ოქრომჭედელი მახსენდება. ხო გასოს ეს ფილმია რა. კი. მედია ჯაფარიძე და თამაშობს. აი სულ სხვა მუღამია რა. აი აქეთ გადადებს. თავიდან დავიწყე როგორც მასწავლე. როგორც გასწავლეთ ცხვირი, ცოტა უკან გამოწიე და დაიწყე ცხვირიდან. ეხლა ჩვენ ჯერჯერობით ვზდით სიგანეში. ანუ ჯერჯერობით ჩვენ ამას აქედან ვასწორებთ, აქედან ვზდით სიგანეში. ხო. სიგანეს რომ მივცემთ მიახლოებით, რაც
მომავალში უნდა გავაკეთოთ. მერე დავიწყებთ უკვე გვერდებზეც, აი ამეების გამოყოლებაზეც დავიწყებთ უკვე გაწელვას. ანუ რა მაინტერესებს აქ რომ აქ თავი ძალიან არ უნდა გაუწელო ხა აქ, ხო? ძალიან არ უნდა გავაკეთო, ნელ-ნელა უნდა წამოვიდე. ამის შემთხვევაში, ამ კონკრეტულად ამ ფოლადის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს იმისი რესურსი, რომ თავი გავიდეს, ხო? გავიდეს და იმის პარალელურად გავყვებით მთელ სიგრძეზე. ანუ მე რას ვამბობ, აი მაყურებელსაც აინტერესებს. თავიდანვე ზუსტად იმ ზომაზე არ ვაყენებ. არა, იმ ზომაზე. იმაზე ვერ გამოყვები არა, ვერ გამოყვები, იმ ზომაზე არა, აი იმ ზომაზე არ ვაყენებთ. ხო, ცოტა თემებზე გადავდივართ, აქ იმიტომ რომ რაღაცეები გვახსენდება გადავდივართ, ისევ ამას მიუბრუნდები უკან. ხო. ანუ ეს რაც შეეხება ჩაქუჩები და მარწუხებზე თქვი უკვე და ეხლა არის ცეცხლის წყარო. ანუ ცეცხლის გარეშე, ღუმელის გარეშე ჭედლობა ვერ იქნება. კი ბატონო. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია? ანუ ერთი არის მამაპაპური ძველებური ღუმელი ნახშირზე. ნახშირი იქნება, ქვანახშირი იქნება თუ ვითაც გააცხელებთ და მეორე შეგვიძლია ცოტა თანამედროვე გავაკეთოთ, ეს არის გაზის ღუმელი. გაზის ღუმელია როგორც თხევადი, ისე ბუნებრივ აირზე შეიძლება აიწყოს. მაგრამ რახან ამას სპეციფიკა აქვს თავისი, ანუ ორივე ღუმელს, გაზის თხევასაც და ბუნებრივსაც ცოტა სხვანაირი მოწყობა სჭირდება. ამიტომ ყველაზე მარტივი იქნება გაკეთდეს მამაპაპური ძველებური ღუმელი. ყველაფერს ავი გავონებო შეშა შეგიძლია. თან იწვევოს და თან გააცხელო და გამოჭედო. მე ამას ვიძახი სტარტისთვის, როცა იწყებ. ერთი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია კიდე, ეს სამჭედლო, სადაც ახლა ვიმყოფები, არ იყო საიარაღო სამჭედლო. ეს იყო სასოფლო სამეურნეო სამჭედლო იყო, აქ მაღალი ტემპერატურები არ მოეთხოვებოდათ, როგორც ახლა საიარაღო ფოლა სჭირდება და როგორც უყურებთ, არის ხისგან აშენებული, ხო? სასურველი არის, რომ სამჭედლო სადაც მოიწყოთ, იყოს ქვის. იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს ცეცხლთანა გვაქვს საქმე, რომ არ მოხდეს ალება, ხო. ანუ ის ქვა არის, კედელი არის. ისე და ზამთარში ალბათ ტემპერატურის დაჭერა უფრო კარგი იქნება. უფრო კარგი იქნება. ზოგადად როგორ იყო იცით, ანუ ყველაზე კარგი პერიოდი იყო ხოლმე გაზაფხულზე ჭედვა, მერე ზაფხულში ჭერდებოდა, მერე შემოდგომაზე სანამ აცივდებოდა ჭედვა. ეს ვიღაცის ისე დაკვირვებით რა. ტემპერატურა ისეთი არის გაზაფხულზე, რომ ფოლადი ჭედვის დროს მალი არ გიცივდება და წვდობის დროსაც არ გიზიანდება, ზამთარში ცივა და ანუ ძველ სამჭედლოებში არ იყო დასული. ხა დღეს თანამედროვეს რო გავაკეთებ, გათბობა გასწავლებ და ოთახის ტემპერატურა შეგიძლია მთელი წელი 12 თვის განმავლობაში ჭედო. ან ზაფხულში გაგრილდები, ზამთარში კიდე იმას გააკეთებ. ანუ ეგ არის. ანუ ერთი ეგ არის, რომ ეს შენობა ღუმელის მოწყობა ძალიან მარტივი არის, აი ელემენტარული ღუმლის მოწყობა. ყველანი ყოფილიყავთ, მე მგონი, რა ვიცი, ის რა ქვია, პიკნიკზე გასულები და ქვები რო შემოგვილაგები, ერთ-ერთი რაღაცა წყაროებში ვითაც დაუბერავ იმას, რომ გააღვიოსიო. ის ნაკვერჩხალი მოგცემს იმის ტემპერატურას, რომ შენ ჭედვა შეძლო. ძირი რაზეც დევს ეს ეხლა ამის შემთხვევაში აქ არის ამისი ზომა იყო 51-31-ზე, ეს არის სანტიმეტრი ნახევრიანი რკინის ფილა არის დახვრეტილი. გულად დახვრეტილი არის სვერლოთი თუ რა ქაოსურია. არა, ქაოსურად არის დახვრეტილი, რომ სხვადასხვა იმიდან ამოვიდეს. ქვეშა აქ მიერთებული მილი, ამ მილზე არის დაერთებული ეს დამბერი. რომელსაც ვარეგულირებ დაბერვის სიმძლავრეს. და იქიდან გამომდინარე, რომ ქვევიდან უბერავს და ანუ გაყურებული არის. რახან ეს არის ეთნოგრაფიული მუზეუმის სამჭედლო და ასე თუ ისე კი თანამედროვე აპარატურა გვაქვს აქ ყველაფერი, რაც სკოლას სჭირდება, თანამედროვე სკოლას. ანუ სინთეზია ძველი და ახლის. თანამედროვე აპარატურაც აქვს, რომელსაც უეჭველი ყველა თითოეულ აპარატურაზე მოგიწევთ სწავლა, როგორ და გააკეთოთ. მაგრამ მაინც პირველი ნაკეთობა თქვენი რაც იქნება, როგორც ჩვენი წინაპრები გამოყავდათ ხელით პირი, მასე გამოიყვანთ თქვენც. მაგარია. ძალიან მაინტერესებს. ეს რისთვის არის კიდე? აი ზუსტად ეს სტარტი როცა იწყება და როცა არ არის აი ძვირადღირებული აპარატურის ყიდვის, სწორედ როგორ გამოიყვანო ის პირი, ხელით. კი ბატონო. ეხლა ეს გდემლის რო ავიღოთ, ეს როგორც არის, ესე იყო დატოვებული. იდეაში რეალურად რო ავიღოთ, ხო ეხლა ეს მე მგონი ბაბუ ამას გირჩია შენ ადრე. ანუ რო და ანატომიურად რო დადგები, აი ეს ბაბუაჩემს მე არ მახსოვს. ბაბუათქმა, ხო. ანუ ეს უნდა ეხებოდეს გდემლის ზედაპირს. ეხლა ჩემთვის ეს მაგალითად მაღალზეა. ჩემთვისაც? ხო, ჩემთვის ეს მაღალზეა. ცოტა დაბლა უნდა იყოს. ანუ აი ეს მუშტი უნდა იყოს ამ სიმაღლეზე. ეხებოდეს გდემლის ზედაპირს. აი იდეაში ესე უნდა ვიყო. იდეაში მასე უნდა იყოს. რომ
ანატომიურათაც შენ სხეულმა არ მიიღოს სხვადასხვა სტრესი. ერთი ესეთი რჩევა მინდა პირადი ჩემი გამოცდილებიდან კიდე ვთქვათ მაყურებელსაც დაინტერესებულებს გადავსვათ. როცა შეატყობთ, რომ ხელი აღარ მოყვება, დაგერა გააჩერა. იმ გააჩერა. მქონდა შემთხვევა, როდესაც მთლიანად ეს მხესები მქონდა დაზიანებული. კი, ვეატყობდი, რომ ხელი აღარ მოყვებოდა, მაშინ 5.5 კილოგრამიანი იმით მუშაობდი ჩაკუში, მას სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე იყო და ერთი დღის ნამუშევარმა თითქმის ერთი თვე ჩაკუსზე არაა საუბარი, კოლსოვე და ჩანგას ვერ უჭერდი ხელში. ეხლა როგორ არის კიდე ერთი რისი თქმა მინდოდა კიდე ხო არ გამომრჩეს იმასაც ვთქვი გაგრილების სითხე რა შეიძლება გამოვიყენოთ ხო უმეტესობა ახლა ჩვენი წინაპრები ადრე ქონს იყენებდნენ იქ წყალშიც აციებდნენ დავკარგე ზაქრო და ისა ვიპოვით ახლა მაგნიტი მოვიტანო ხო ეგ იცი სხვათა შორის ეგ მაგათ ერთი რო არის და პატარა რო აი შევს აქედან ვიპოვეთ აგერ მე წარმოვიდგინე დიდი ღუმელი როცა გაქვს იმაში რა იპოვეს აი მე დიდი ღუმელი კი არა ის აქვია რო დავამთავრე არის გას ფოლადები რომელიც უკვე აი ნაკოჩხალში უნდა დატოვო რა და მეორე დღეს ავდექი და გადავაგდე რო გამოვასუფთავე ავდექი და გადავაგდე გაწყვეტიებ ხოლმე ხანდახანდა მე მაპატიოს მაყურებელს რაღაცა დაიწყე წერან და გაგრილების ის დავიწყე ანუ ნახე როგორ ეხლა აქ ვიყენებთ ასე თქვათ გამონაცვალ მანქანის ზეთს ვიყენებთ მე ვიყენებ საჭმელ ზეთს წოთობას საჭმელ ზეთს ხო თვისობრივად არაფერი არ იცვლება მაგრამ სუნი არის სასიამოვნო როცა ფოლას ვაცივებთ ამას აქვს სუფთა აი რა ვიცი მე ისეთი სუნი აქვს ხო და საჭმელ ზეთს ვიყენებ გასაგრილებლად ეს ამას ვიყენებ ხოლმე იცის ხოლმე მასე იცის გავერთე ნამეტანი და მაგრამ ჯობია შეატრიალო კი შეატრიალო საჭმლის ზეთი ანუ ზესუმზირის თუ არა რაფინირებული უნდა იყოს ხო ზეითუნის ზეთის უკეთესია ყველაზე იაფიანს რასაც ნახავთ ბაზარში ყველაზე იაფიანს აი რა ვიცი მე ახური ჯიგრული უნდა არა რასაც ახური ზეთი პომიდორზე სალატებში მაგრამ არა ის რა ქვია ყველაზე იაფიანი საჭმელი ზეთი რასაც ნახავთ ბევრიც არ აღჭირდებათ მაგისთვის ანუ რამდენი 2 ლიტრიანი სუპერ ხო მაქსიმუმ წყალი ერევა მაგას ახრო ცოტა თუ იმ ჩისტა ზეთი უნდა იყოს სუფთა ზეთი უნდა იყოს იმიტომ რომ მე როგორც ვიცი წყალი ნამეტანი მოშორდა სუფთა ზეთი უნდა იყოს წყლის თავზე იქნება ზეთი რაღაც ეტყობა იმაში ჩასხმული იყო რაღაცა ვიდეოში ნახე ზეთი ზემოდან ქონდა და ქვემოთ უკვე წყალი იყო და რატო ქონდა ეგრე ეხლა ნახე ეგ შემდგომი თემები არის ეგ არის თერმოდამუშავება ყველაფერი გავიგე ეგ უკვე წრთობაზე რომ მივიდიოთ ანუ გაციება ხდება მან რა თქმა უნდა წყალში შეიძლება ანუ ყველა სითხეს აქვს თავისი გაციების აგრესია ანუ წამში რამდენი გრადუსით აციებს არის ფოლადი რომელიც იტანს წყალში გაციებას და რეკომენდირებულიც არის რომ წყალში მოხდეს მისი წრთობა არის ფოლადი რომელსაც საერთოდ არ უნდა მიეკაროს წყალი არის ფოლადი რომელიც არც ზეთი უნდა და არც წყალი უნდა პირიქით ანუ ის იპრესება ანა სიმძიმეების ქვეშიდება და მერე ჰაერით ცივდება იმიტომ რომ ზეთი ნებისმიერ სითხე მას დაშლის ბზარებს გაუჩეს ის უნდა გაცივდეს აერს ეს არის ფოლადის კატეგორიები არის რომელსაც გავივლით აქ ჩვენ და აი თითოეულ მაგაზე რას თუ მექნება აქ ხო რეალურად ვნახავთ თუ არა რომ თეორიის ზონაზე თითოეულზე აგიხსნათ ერთი კიდე რა მინდოდა ხო მე თქვა აუდიტორია ყავს ძალიან დიდი მე მივყვები სტანდარტულად როგორც ყოველდღიურად მუშაობ და როგორც საუბრობ მასე როგორც ეგ არის ყველაზე მთავარი და აი თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება კი დაწერონ იქვე ან დაგირეკონ ზაქროს ტელეფონის ნომერი მეგობრებო იქ მითითებული არის აღწერაში ბევრმა მკითხა რომ ზაქროს იქ მითითებული იქნება წინა ვიდეოშიც და აღწერას რომ ჩამოშით იქ არის ზაქროს ნომერი თუ რაიმე კითხვა გიქნებათ დამირეკონ მომწერონ არ არის არავის დროს არადროს ცოდნა არავისთვის არ დამიკავებია ხო
რაკ რო პროფი ხარ, აი ფაქტურად ერთი მასში გამოიყვანე ხაშე, ვერასაც ვეჯაჯღურები აქ. კარგი მეორე გაკვეთილია და ამდენი წელია აქ ვარ მე. რასაც მაგას ვეწვალები ეგ არის. სხვათა შორის ადრე იყო პროფესია მეუროვე. და იყო? მეუროვე. ანუ მჭედელი ხო იყო? და ანუ ის მჭედელი უყურებდა, ახლა და ორი კაცი ურტყავდა ასწორებდა. მაგათ ერქოთ მეუროვეები, მაგრამ იმათაც უნდა სცოდნიყო, რას აკეთებდა. როგორ ყველა კი არ გამოდგებოდა მაგაში. დღეს უკვე ეს მეუროვე ჩაანაცვლა იმან, რა ქვია, პრესმა და ჩაკუჩმა. მიდი, გაგზელე, აი, ოღონდ აი ახლა. გადაატრიალე. ეხლა ყუაზე დააყენე არა. ნახე აქ ზომა. ხო. და აქ აი ამ ზომაზე უნდა დავიყვანო, ახლა ამიტომ აქედან მოკლევი, აი აქედან. ერთორს აიტანს კიდე. აიტანს. მოგონიციო. თუ აქეთ შეგიძლია ერთ დაარტყო კიდე ერთხელ და შეუშვი ხლა სოდოა. ვის შეპირდე პირველი გაკეთებული იქნა? მე? ხო. არავის. არავის მოვეკ. იქნება ჩემი. პირველი გაკეთებული. ხო, აბა რა? და ბოლო. პირველი და ბოლო არ მგონია. პირველი ყოველთვის პირველია. ხო იცი? ის იქნება ჩემი, არავის არ შეუპირდი. იმას ვაჩუქებ. შვილის რომ ანუ დარჩება. ხო, რა ესეთი რა. რომ ჩემი პირველი გაკეთებული თავიდან ბოლომდე. ხო და მაგ პირველ გაკეთებული დანას მოდი გრავირებითაც მივაწეროთ ზედ. კი ბატონო. აქვე ადგილზევე გრავირებითაც მივაწეროთ. პირველი. ხო, ანუ თუ გინდა როდის დაიწყე ამის გაკეთება? წინა კვირას, ხო? წინა კვირას, ხო? დასაწყისი, დასასრული თარიღი და შენი ინიციალები. კი ბატონო. და გეკნება შენახული. ო, მაგარი იქნება. მაგარი იქნება ძალიან. მოდი ვიწი ნახე აქედან ხო მუშაობდი ხო და ჩაკუში ხო ეთყობა აქედან მხარე ნახე ხო აქედან მხარეს ეთყობა აი ესენი ეთყობა მაგიტომ უნდა იყოს სუფთა უნდა იყოს ხო ერთორს აიტანს. შევაბრუნო, ხო? შეუში, ხო. კარგად გავყევი? კარგად გავყევი, შვენივრად. ხო? კი ბატონო. გადაგესეს ფრთხილად. შეუშვი ახლა. მე თანაბარია. შვენივრად მიყვები, კი. ძალიან კარგად მიყვები. ძალიან კარგი მოსწავლე ხარ. სხვების კარგად მიყვებიან, მაგრამ აი, ნახე როგორი რაღაცა არის, ანუ როცა არ ქონია შეხება და ხო. მეორე გაკვეთილია. რაღაცას ვისწავლი. ჯერ რეალურად ბობღვას ავსწავლობთ. ხო. რაღაცას ვისწავლი. ესეთი დავიწყე. ეხლა არის ესეთი. და ეს დაგზელდა. ეს კიდე გაგზელდა. აქედან ორი გამოდის. აქედან. აი, ხო, ეხლა რასაც შენ აკეთებ, მაგედან ამ იმიდან 2 წელს გაკეთება შეგიძლია ჯანმრთელობა. მადლობა, გაიხარე.
ვიცი რამდენად ჩანს ახლა, მაგრამ ესეა. და ამ ეს რეალობა, ვისაც რეალში მართლა გაინტერესებ, აგერ მობრძანდით ჩავატკვირო საქავართ. ეთნოგრაფიული მუზეუმის სამჭედლოში ვასიკოსთან ერთად. კენაცვალე, ზაქროსთან ერთად მე სტუმარი ვარ, მე მოსწავლე უბრალოდ, მოსწავლე ვარ. მოსწავლე. დროებით ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი ხელ და ბევრ ახალ ვიდეოს შემოგთავაზეთ და კარგ ვიდეოს და ჯიგრუს და მიხარია რომ რაღაცა პატარა წვლილი ჩვენ შეგვაქვს რაღაცა იმ ბავშვებს გაუღვივოთ რაღაცა ესა ტელეფონები დავაგდებიოთ ხელიდან, მაგრამ ეხლა ვიყურებენ და ტელეფონი შესაბამისად ვერ დავაგდებენ ხელიდან. ხო, ეხლა ტელეფონი გადადეთ და მე ამოვიდეთ. მე ამოვლენ და მე იმას ვიზავთ, რა ქვია, აქ უკვე ნახე. კი ბატონო, აბა დროებით. დროებით აბა.